ეთერშია ქრონიკა 9 საათზე მე გიორგი აბაზაძე ვარ. პარლამენტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ელოდებიან. გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ საქართველოსთვის დაიბარა და უწყების ხელმძღვანელს 44 შეკითხვა გააგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება. ინტერპელაციის კითხვებში ჩანს ერთი რომ არაკომპეტენტურობა, ერთი რომ ცოდნა არ აქვთ მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, რომ შევაფასოთ ეს როგორც მიზანმიმართული თავდასხმა, ასე ვთქვათ, იმ ისტორიულ რეფორმაზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალზე არის. ინტერპელაციის კითხვები გაიგზავნა სწორედ იმ დეპუტატისაგან, რომელსაც უშუალოდ აქვს მანდატი, რომ კომიტეტის ფარგლებში წარმოედგინა მათ შორის კვლევაზე დაფუძნებული რაიმე ტიპის შენიშვნები, ესეც აჩვენებს მათ მიზანს დააზიანონ ისტორიული პროცესი. პარლამენტი დღეს დაამტკიცებს დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს. შემოდის დიპლომატიური კადრების მომზადების ახალი სისტემა. აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, ვისაც დამადასტურებელი სერტიფიკატი ექნება, თანამდებობაზე დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესაბამისად დაინიშნება. ასევე იცვლება დიპლომატიური რანგის მინიჭების წესი და ფართოვდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მიენიჭოთ. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ასეთი აკადემია, ასევე არსებობს მაგალითად ავსტრიაში, ვენაში, მაშინ როდესაც აქამდე არ არსებობდა ასეთი უნივერსიტეტი, რომელსაც ეკრება დიპლომატიის აკადემია, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ საჯარო მოსამსახურეები, ჩვენი საამაყო დიპლომატები მაქსიმალურად განვითარდნენ, ასევე ახალ კადრებს მიეცეთ სრული კომპეტენცია, ცოდნა, გამოცდილება იმისთვის, რომ ამ კარიერაში შევიდნენ. ოპოზიციური ალიანსის აქცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთი კრახი უწოდა, რომელმაც ირაკლი კირცხალიას განცხადებით საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას. გამოცხადების დღიდანვე და ანონსების დღიდანვე, როცა თვენახევრის წინ აანონსებ აქციას, განწირული იყო კრახისთვის და ჩვენ ამ ეს კრახი ვიხილეთ გულწრფელად ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ოპოზიცია, ეს არ არის ოპოზიცია. ძალიან კაფიოთ უნდა გავმიჯნოთ მათი სლოგანი, რომ საქართველო იმსახურებს უკეთეს. საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც. საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს იმ აგენტურას, იმ სახეებს, იმ წარსულის მქონე ადამიანებს, რომელმაც გუშინ ჩაატარეს იქ, დავარქვათ აქცია. საქართველო იმსახურებს უკეთეს. 9 ოპოზიციური პარტიის ალიანსის სლოგანი თავად ოპოზიციურ ფლანგზევე დაცინვის და ქილიკის საგანია. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერებმა სლოგანიც გარე დირექტივებით შეიმუშავეს. ქართულ ოცნებაში ითქვა ისიც, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს, სამ შემთხვევაში უკეთეს ოპოზიციას. კოლექტიურ ნაცმოძრაობას მე მგონი სიმართლე წამოსდა, რომ ნამდვილად საქართველო უკეთეს იმსახურებს. ამ შემთხვევაში უკეთეს იმსახურებს ოპოზიციის სახით, ჩვენ სამწუხაროდ არ ყავს რეალურად ოპოზიცია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ეყარება მცირე გამონაკლისების გარდა. როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის, არამედ თავიდან ბოლომდე ამ შემთხვევაშიც არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე და კონკრეტულად ბლაჟევიჩზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. კათოლიკოს პატრიარქმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლად საპატრიარქოში იმყოფებოდნენ ჩარლზ იოქი, პიტერ ანდრეული, ასევე მათი თანამხლები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს, ილაპარაკეს ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე. უწმინდესმა და უნეტარესმა სტუმრები ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავისადმი მისულ ღონისძიებებზე დაპატიჟა. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში უშუალოდ საქართველოს მიმართულებით. საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც გვაერთიანებს საქართველოსა და ამერიკას. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს პოტენციალი კიდევ უფრო გააღრმავებისა, მთლიანობაში შეხვედრა იყო საქმიანიც და ძალიან გულთბილიც, იმედის მომტანი, რომ უახლოეს პერიოდში უკვე შესაძლებელი იქნება ითქვას, რომ ურთიერთობები სხვა ეტაპზე გადავიდა. საპატრიარქოს მხრიდან იქნა გაცხადებული, რომ საპატრიარქო მზად არის, რომ ჰქონდეს კავშირი და უშუალო ურთიერთობა მხარესთან, რომელსაც აინტერესებს საქართველოში ეკლესიის ცხოვრება. მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარაჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით გარაჯის მამათა მონასტერში კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე პარაკლის დღის მეორე ნახევარში აყოლეს. მანამდე კი სამონასტრო კომპლექსში წირვა 10 საათზე დაიწყება და საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარ ეპისკოპოსი ლუკა ჩაატარებს. დავით გარაჯელი მე-6 საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი 13 ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარაჯელს გარაჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თავად ყოფილა. დასაფლავებულია იქვე დავითის ლავრის მთავარ ტაძარში. ღირსი მამა დავით გარეჯელი განსაკუთრებული წმინდანია ჩვენი დედა ეკლესიისთვის, რომელიც ბერმონაზონური ცხოვრების უდიდესი მაგალითია ჩვენი მორწმუნე საზოგადოებისათვის და ჩვენი ეკლესიისათვის. ამაღლებიდან მომდევნო ხუთშაბათს აღინიშნება ყოველთვის ღირსი დავით გარეჯელის სცენების დღე, განსაკუთრებულად მამა დავითზე მთაწმინდაზე და დავით გარეჯის მონასტერში. ჩვენ ვიცით, რომ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი პირველის ნახევარზე აღავლენს პარაკლის, ასევე მორწმუნეევრევლისათვის ვიტყვით, რომ წირვა დილიდან 10 საათიდან აღევლინება. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს 10 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე ნაიგჯიზე 8 ივნისის 18 საათამდე იქნება შესაძლებელი. კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების საშუალება ეძლევათ. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე აკრედიტებულ პროგრამაზე ჩარისხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრულიად ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. გამოცდის შემდეგ თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალში შეეძლება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს. 25 ბაღის ავარიული შენობის ადგილზე ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პაგაბაღი აშენდა, რომელიც სექტემბრიდან 450 ბავშვს მიიღებს. დასრულების ეტაპზეა კიდევ 2 მე-11 და 20 მე-11 ბაღების მშენებლობაც. 20 მე-11 ბაღი მუშაობას უკვე ზაფხულიდან დაიწყებს და ივლისიდან საზაფხულო ბაღის აღსაზრდელებსაც მიიღებს. რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს 25 საბავშვო ბაღის მშენებლობას, რაც მოგცემს საშუალებას უკვე სექტემბრიდან მივიყოთ პატარები. ბაღი აქამდე გათვლილი იყო 300 ბავშვზე, ახლა უკვე 450 ბავშვის მიღებას შევძლებთ. შენობა არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ახალი ინფრასტრუქტურა არის დამატებითი შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტმა ბავშვმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღოს სკოლამდელი განათლება. ეს სამუშაოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უსაფრთხო და ხარისხიანი გარემო ბავშვების განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაუწყვეტის ახალი ამბები ირანს შეთანხმების დადება სურს, მაგრამ ჯერჯერობით კმაყოფილები არ ვართ, განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კაბინეტის ხდომაზე. სხდომას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია, თუმცა უახლოეს ხანებში გაირკვევა, გახდება თუ არა შესაძლებელი საკვანძო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ან კმაყოფილები ვიქნებით, ან საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ირანს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეთანხმების დადების გარდა სხვა გზა არ აქვს. ნახოთ რა მოხდება. შესაძლოა უკან დაბრუნება მოგვიხდეს და ეს დავასრულოთ. შესაძლოა არა. შეთანხმებასთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი არსებობს. მომდევნო რამდენიმე საათისა და დღის განმავლობაში ვნახავთ, თუ სად შეიძლება პროგრესის მიღწევა. ჩვენ უპირატესობას დიპლომატიურ გზას ვანიჭებთ, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს სხვა ვარიანტებიც აქვს.
თეთრ სახლში გამართულ ხტომაზე დონალდ ტრამპი ომანსაც დაემუქრა. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა ქვეყანამ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამერიკას მათი აფეთქება მოუწევს. მწვავე კომენტარი ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კითხეს დათანხმდებოდა თუ არა შეთანხმებას, რომელიც ირანსა და ომანს ჰორმუზის სრუტეზე ერთობლივი კონტროლის საშუალებას მისცემს. თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, რომ სრუტე ყველასთვის ღია უნდა იყოს და მისი კონტროლი არც ერთ ქვეყანას არ უნდა შეეძლოს. სრუტე ყველასთვის ღია იქნება, მას არავინ გააკონტროლებს. ჩვენ მას ზედამხედველობას გაუწევთ, მაგრამ მას არავინ გააკონტროლებს. ეს ჩვენი მოლაპარაკებების ნაწილია. ეს საერთაშორისო წყლებია და ომანი ისე მოიქცევა, როგორც ყველა სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აფეთქება მოგვიწევს. მათ ეს ესმით, ისინი კარგად იქნებიან. უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში ამერიკის პრეზიდენტისა და კონგრესისადმი გაგზავნილ წერილზე ილაპარაკა, რომლითაც ის ამერიკულ მხარეს სარაკეტო კრიზისის შესახებ აწვდის ინფორმაციას. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას კრიტიკულად აკლია პატრიოტის ტიპის რაკეტები, რომლებსაც რუსული ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება შეუძლია. ნიშნულოვანია, რომ ამერიკა მოусმინოს უკრაინას. ჩვენ გვესმის, რომ ამჟამად გლობალური ყურადღების დიდი ნაწილი ირანში ომზეა კონცენტრირებული, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა შევაჩეროთ ომი აქ ევროპაში და რაც უფრო მალე შევძლებთ მეტი ბალისტიკური თავდაცვითი ზომების მიღებას, მით უფრო მალე შევძლებთ დიპლომატიის გამოყენებას. სანამ რუსეთი რაკეტებზეა დამოკიდებული, დიპლომატიისადმი მისი ინტერესი ილუზორულია. ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ და ამის გამოსწორება მხოლოდ ამერიკასთან ერთად შეგვიძლია. უკრაინის პრეზიდენტმა უარყო გერმანიის კანცლერის იდეა ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს. გამოცემა ბლუმბერგის ცნობით ვოლოდიმირ ზელენსკიმ წერილით მიმართა ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს, სადაც წერია, რომ უკრაინა ნახევარ წევრობას არ განიხილავს. წერილში ის ასევე აღნიშნავს, რომ ბლოკში გაწევრების მსურველ არც ერთ სხვა ქვეყანას არასდროს განუცდია მსგავსი ზეწოლა, ვინაიდან უკრაინისგან ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმების გატარების იმ დროს მოითხოვენ, როდესაც ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ომში იბრძვის. ევროკავშირში ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს სომეხი ხალხი. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა წინა საარჩევნო შეხვედრისას განაცხადა, როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, მთავრობის ამოცანაა, რომ მოსახლეობას ალტერნატივა ჰქონდეს და ხალხს ეს ალტერნატივა აქვს. სომეხ ხალხს ალტერნატივა უნდა ჰქონდეს. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თუ ევროკავშირის შემადგენლობაში იყოს. ამას მე კი არ გადავწყვეტ, არამედ ხალხი, ვისაც ხელისუფლება ეკუთვნის, სომხეთის მოქალაქეები. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა ეთერში 10 საათზე დაბრუნდება. დროებით.